მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანი არ ჩამიწერია ვიდეო და დაბრუნდი მეც. დღეს ვაპირებ განვიხილო ფრანგი ავტორის გუსტავ ფლობერის 1862 წელს გამოსული ისტორიული ჟანრის რომანის სახელად სალამბო. წიგნში მოქმედება ხდება პირველი პუნიკური ომის დასრულების შემდეგ. სანამ წიგნზე გადავიდოდე, მანამდე 1-2 სიტყვა ვთქვა თვითონ ამ ომზე. პირველი პუნიკური ომი მიმდინარეობდა ძველი წელთაღრიცხვით 264-51 წლებში, 22-23 წელიწადი გრძელდებოდა, ეს საკმაოდ დიდი დრო არის და ერთმანეთს ებრძოდა იმდროინდელი ორი ზესახელმწიფო რომი და კართაგენი. რომი მდებარეობს დღევანდელ იტალიაში, მაშინაც იქ მდებარეობდა, ხოლო კართაგენი მდებარეობდა დღევანდელი ტუნისის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს იყო სავაჭრო ქალაქი რა, ფინიკიელების მიერ დაარსებული. და ისინი იბრძოდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზისთვის, კუნძულ სიცილიაზე, სარდინიაზე და ასე შემდეგ. ხოლო ომი დასრულდა კართაგენის დამარცხებით და მას დაეკისრა დიდი რაოდენობით კონტრიბუცია. კონტრიბუცია არის, როდესაც გამარჯვებული სახელმწიფო დამარცხებულს უწესებს რაღაც რაოდენობის გადასახადს რაღაც დროის განმავლობაში. გადასახადი შეიძლება ყოფილიყო ფული, ოქრო, ვერცხლი, ხორბალი, საქონელი, შეიძლება ადამიანური რესურსი, რა მონებიც. ჩვენ ისტორიაში ყოფილა ეს შემთხვევა, რომ ჩვენები შაჰებსა და სულთნებს უგზავნიან ხოლმე რჩეული ქალვარს და უბრალოდ რა ხშირად ხდებოდა წარსულში ესეთი ამბები. მაგრამ კართაგენს გარდა იმისა, რომ რომისთვის აქვს ვალი გადასახდელი, მან ვალები ხელფასები უნდა გადაუხადოს თავის მეომრებს. კართაგენის ჯარის დიდი ნაწილი შედგებოდა დაქირავებული მეომრებისგან. ესენი იყვნენ ნუმიდიელები, ლიბიელები, ეგვიპტელები, იბერები, ესპანელი იბერებს გულისხმობდა რა ქართველებს, გალები, იტალიკები, ბერძნები, თრაკიელები, ლიდიელები და მოკლედ რა იმ დროში რა სახელმწიფოებიც არსებობდა, ყველასგან ყავდა დაქირავებული მოკლედ ეს მეომრები და ამათ ჭირდება თავისი ფული რა, თავისი ხელფასი, იბრძოლეს, წააგეს, მაგრამ ფული სჭირდებათ. და ძნელი ახლა გადაუხადოთ ცალკე რომ ცალკე ამ ხალხს და მოკლედ ამ მეომრებმა რო ვერ მიიღეს საკუთარი ხელფასები, მოაწყეს აჯანყება და სწორედ ამ აჯანყებაზე მოგვითხრობს გუსტავ ფლობერი ამ რომანში სახელად სალამბო. აჯანყებული მეომრების სათავეში იყვნენ ერთ-ერთი მეთაური იყო ლიბიელი მათოსი, ეს რეალური პიროვნება იყო, აგრეთვე იყო ბერძენი სპენდიუსი, წიგნში არის ბერძენი, თორე რეალურად იყო იტალიელი. დიდი ხანი იგი მონა იყო, თუმცა შემდეგ წიგნში მათო გაანთავისუფლებს მას და ერთ-ერთი მეთაური გახდება უზარმაზარი არმიის და მესამე მეთაური იყო წარმოშობით გალი, რომლის სახელიც არ მახსოვს სამწუხაროდ და არის აგრეთვე მეოთხე პერსონაჟიც, ნუმიდიელი ბელადი, ახალგაზრდა ბელადი. ნუმიდია აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილი იყო რა იმ დროს. კართაგენისგან სამხრეთით მდებარეობდა, დიდი ტერიტორიები ეკავა მოკლედ ამ სამეფოს. და მოკლედ ეს ოთხი მეთაური ყავს მოკლედ ამ აჯანყებულ მეომრებს. თუმცა ეს ნუმიდიელი ბელადი სადაც კარი დაუბარეს, იქით მირიბის ეს რა მედროვი არის რა, სადაც დაინახოს ვინც იმარჯვებს, ყოველთვის იმისკენ გადადის. ხოლო მეორე მხარეს, კართაგენის მხარეს არის კართაგენს ყავს ორი სუფეტი, ჰანონი და ჰამილკარ ბარკა, ლეგენდარული ჰანიბალის მამა. სუფეტი რა არის, გავმარტოთ, როგორც რომში იყვნენ კონსულები, ისე იყვნენ კართაგენში სუფეტები. კონსულებს და სუფეტებს ერთ წლით ვადით ირჩევდნენ და ისინი იყვნენ მხედართმთავრები რა, ხალხი, ადამიანები, რომლებიც უნდა გასხოვდნენ ჯარს, არმიას. და ერთ წლით ირჩევდნენ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ ხვდებოდნენ, რომ არ შეიძლება ადამიანის დიდი ხნით დანიშნულება რაღაც დიდ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ძალაუფლება რკნის. ამ პრობლემის წინაშე დღესაც რა თქმა უნდა ვდგავართ. და ასეთი სუფეტები იყვნენ ჰანონი და ჰამილკარ ბარკა. ბარკა არის, რა თქმა უნდა, რომის დაუმძინებელი მტერი და შემდეგ საკუთარ ვაჟებსაც ასე აღზრდის, ხოლო ჰანონი არის რომთან ურთიერთობის მომხრე. ასე რომ ეს ორი სუფეტი არის ორი დაპირისპირებული მხარე. ჰანონზე რა შეიძლება ითქვას? ჰანონი იყო კართაგენის საკმაოდ გავრცელებული სახელი, ასე რომ თქვენ თუ პუნიკური ომებზე გადაწყვეტ რაღაც ინფორმაციები წაიკითხოთ, იქ შეხვდება ძალიან ბევრი ჰანონი და არ იფიქრებთ, რომ ეს ერთი ადამიანი არის. ძალიან ბევრს ერქვა, ძალიან ბევრ ხელმძღვანელს უპირს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ჰანონი მონაწილეობას იღებდა პირველ პუნიკურ ომში სიცილიაზე, მას არმია ყავდა ჩაბარებული, თუ არ ვცდები სუფეთი იყო ისიც და რომალებთან დამარცხა და კართაგენში იყო ასეთი წესი, ასეთი ბრუტალური წესი, რომ თუ
სუფეტი დამარცხდებოდა, უკან იწოდნენ მას და ჯვარზე აკრავდნენ, ან სხვანაირად კლავდნენ. და ეს ჰანონის დამარცხდა სიცილიაზე რომაელებთან და უკან გაიწვიეს კართაგენში და ჯვარზე გააკრეს. მაგრამ გუსტავ ფლობერმა იგი არ მოკლა, ვითომ მის წიგნში ეს ჰანონი არ მომკვდა არა, ჯვარზე არავის გაუკრავს და ეს ჰანონი, რომელიც წიგნში ხვდება და რომელიც მართლა არსებობდა, მეორე ჰანონი, ასე დავარქვათ მას, რომელიც პირველი პუნიკური ომის შემდეგ დაინიშნა უკვე სუფეტად, ვითომ ეს მეორე და პირველი ჰანონი ერთი და იგივე არის. ანუ პირველის გაგრძელება არის მეორე ჰანონი, ვითომ სიცილიაში იბრძო და ჯვარზე არავის გაუკრავ და დააბრუნდა და ისე სუფეტად აირჩიეს რა. ოღონდ სიცილიდან მან ჩამოიტანა რაღაც საშინელი დაავადება. ეს არის სუქანი კაცი და დაავადება არის ესეთი რაღაცა, რომ აი კანის ცვივა, კანის ძვრება, ნაწილ-ნაწილ იშლება. და ეს ერთგვარი შედარება, ალეგორია არის კართაგენთან, იმიტომ რომ კართაგენის ეს ნაწილ-ნაწილ იშლებოდა და მისი დღეები, რა თქმა უნდა, დათვლილი იყო. თვითონ სალამბოზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა ბოლო-ბოლო მის სახელი ქვია ამ რომანს. სალამბო არის ჰამილკარის უფროსი ქალიშვილი. ნუ არავინ ყავდა თუ არა მას ქალიშვილი, მინიმუმ ერთი ქალიშვილი ყავდა. იმიტომ რომ როდესაც შემდგომში ჰამილკარი გადავიდა იბერიაში, ესპანეთში და იქ გარდაიცვალა, მისი ადგილ დაიკავა მისმა სიძემ ჰაზდრუბალმა. სიძე, ანუ ქალიშვილის ქმარი. ანუ მინიმუმ ერთი გოგო ყავდა, მაგრამ ეს სალამბო იყო თუ არა, ეგ ნამდვილად არ ვიცით. იმიტომ რომ თვითონ სალამბოს სახელიც ავტორის მოფიქრებული არის. და წიგნში ამ სალამბოს მიათხოვებს იმ ზემოთ ნახსენებ ნუმიდიელ ახალგაზრდა ბელადს. თავიდან ის ნუმიდიელი არის აჯანყებულების მხარეს, მაგრამ რო დაინახავს, რომ აჯანყებულები მარცხდებიან კართაგენი იმარჯვებს, გარდავა კართაგენელთა მხარეს და საკმაოდ კარგი რამესაც მოიგებს ჰამილკარის ქალიშვილს. ხო და სალამბოზე რა შეიძლება ითქვას, როდესაც წიგნის თხრობა იწყება, ეს მეომრები სანამ აჯანყდებიან, იმყოფებიან კართაგენში, ჰამილკარის მამულში, თუ ჰამილკარი იმ დროს არ იმყოფება სახლში. და გადაწყვეტენ რა სენატორები გადაწყვეტენ რომ ჰამილკარის მამულში შეყარო რა ეს მონები და აჭამო ნასვამ რომ ცოტა ხანი დაშუშმინდნენ, ცოტა ხანი არ მოითხოვონ ეს ხელფასები გაცეკუთვნით. და რომ იქ დალევენ, გამოტყურებიან რაღაცა, აუშარდებიან ერთმანეთს ჩუბს დაუწყებენ, რაღაცები ერთმანეთს დაჭრიან, მე მოაჩენენ რომ თურმე ჰამილკარის ეზოში ყავს სპილოები, მოშინაურებული სპილოები, გაწვრთნის სპილოები, ხორთუმებს დააჭრიან და მოკლედ ერთ ამბავში არიან და ამ დროს მოესმებათ მათ შვენიერი სიმღერის ხმა და დაინახავენ რომ მათკენ მოემართება ახალგაზრდა მდიდრულად ჩაცმული გოგონა, ეს სალამბო გახლავთ და უკან მოხვდებიან მას მუსიკოსები, დამკვრელები და მათოც არის რა თქმა უნდა ამ ჯარისკაცებში ერთ-ერთი და თვალს დაადგას მოკლედ ამ სალამბოს და შეუყვარდება და შემდეგ მათი გზები კიდე რამდენიმეჯერ გადაიკვეთება. თუმცა კარგად გადმოცა ჩემი აზრით ძველი ანტიკური ადამიანების ფსიქოლოგია გუსტავ ფლობერმა. იმიტომ რომ დღევანდელი სიყვარული და მაშინ სიყვარული სულ სხვადასხვა რამე იყო და ეს მათო და სალამბო თლად ბოლომდე ვერ იაზრებენ რა შირთ, რატო ეტრფიან ერთმანეთს, რაღაც მომენტში ერთმანეთი ძალიან უყვართ, რაღაც მომენტში ერთმანეთი ძალიან სურთ და ერთმანეთს სულ რაღაცებს ასრულებენ და მოკლედ კარგად არის ჩემი აზრით იმდროინდელი ადამიანების ფსიქოლოგია გადმოცემული. ჩემი აზრით სალამბოსა და მათოს სიყვარულზე ბევრად მნიშვნელოვანი სცენა არის ამ წიგნში, როდესაც ქურუმები მიადგებიან ჰამილკარს მისსავე მამულში. ამ მომენტში აჯანყებულები იმარჯვებენ მოკლედ კართაგენელებზე, გარშემო ქალაქები, სოფლები ყველა აღებული აქვს, გარშემო რაც ხალხი ცხოვრობს, ტომები და ასე შემდეგ. ყველა ლიმათ ხარაზე არის გადასულები და ყველას უნდა ეს ჩაგრველი კართაგენის დამარცხება და ქურუმები მიადგებიან მოკლედ ჰამილკარს და იტყვიან რომ შენი ბიჭი ჰანიბალი ვიცით რომ სახლში ყავს და გაგვატანებს ხერპლად უნდა შევწიროთ ჩვენ ღმერთებსო. ანუ აგროვებდნენ დიდებული ხალხის შვილებს, რომ ღმერთებისთვის შეეწირათ და ეკნებ ამ ხერპს მაინც ეხსნა კართაგენი იმ განსაცდელისგან, რომელიც მათ კარზე იყო მომდგარი. და ნუ ჰამილკარმა უთხრა დამელად გარეთო შევიდა სახლში, იპოვა პატარა ჰანიბალი, გაკოჭა, პირში რაღაც ნაჭერი ჩასჩარა და საწოლის ქვეშ შეაგდო და გააფრთხილა რომ ხმა არ ამოიღო. და გარეთ გამოსულმა იპოვა ერთ-ერთი მონის პატარა ბიჭუნა, მონა ბიჭუნა, დაბანა, დავარცხნა, მდიდრულად ჩააცვა და ქურუმებისკენ წაიყვანა, ვითომ ეს არის ჰანიბალი. და ამ მომენტში მას აიკიდა ამ ბიჭის მამა, ისიც რა თქმა უნდა მონა არის და ჰამილკარს ეხებს ჩაუვარდა რომ ეს ჩემი ბიჭი არისო და არ მოკლა თუ მოკლათმა და ჰამილკარი ფიქრობს ახლა რომ ხო არ მოკლას ეს მამა ამ ბიჭის მამა, იმიტომ რომ შეიძლება ქურუმებთან პირი მოაღოს და გეგმა წყალში ჩაუვარდეს რა.
მაგრამ არ მოკლა, დაინდო და ეს მამა, ტირალი მამა შეაგდო სამზარეულოში და უთხრა, რომ ოღონდ ხმა რა მოიღო და რაც გინდა ჭამიო. ანუ მონა, რომელიც არ ვიცი იმ დროინდელი მონა რა სჭამდა. სიტყვაზე წყალზე და პურზე იყო მისცა უფლება, რომ რასაც მოესწრობდა ისე ჭამა ამ დიდრულ სამზარეულოში და გააჩუმა ამით. საჭმლად გააჩუმა ეს ფაქტობრივად შიკვდარი მამა. და კაცი ჭამს თან ამ საჭმელს თავის ცრემლებს აყოლებს. და მოკლედ ბიჭი ჩააბარა ქურმებს და უთხრა, რასაც ჩემი შვილი ჰანიბალიო და იმათ არაფერი არ უეჭვიათ. და ამ მომენტში ჰამილკარმა გაიაზრა, რომ თურმე როგორც მას კიდოდა საკუთარი შვილის სუდი, ისევანაირად განიცდა ეს მონა. მაშინდელი გადმოსახედიდან მონებს არავითარი უფლებები არ ქონდა. ცხოველები იყვნენ მონები და ეს რაღაც დიდი აღმოჩენა იყო, რომ თურმე ისევე განიცდნენ ეს მონები, როგორც დიდგვაროვნები, ჰამილკარის ნაირები და ეს გააოცა და ამავდროულად არ ესიამონა, იმიტომ რომ მონა და ეს დიდებული ჰამილკარი გათანამდნენ ფაქტობრივად რა. ერთნაირად ყივათ თურმე რაღაცეები. ასე რომ ერთ-ერთი უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი სცენარის ამ რომანში და შემდეგ საღამოს სამზარეულოში შეიხედავს, აღმოაჩნს, რომ იქ სამზარეულოში არის კაცი წამოწეული და იქ წინავს. შვილი უკვე დაავიწყა იმ გემრიელა საჭმელმა. საბოლოოდ რითი დასრულდა ეს აჯანყება. ნუ სპოილერი არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული მოვლენა და რა ვიცი, სპოილერი არ გამოვა ჩემი მხრიდან. დაამარცხნენ ეს აჯანყებულები, კი, ბერძოლაში გაიმარჯვეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ამარცხეს კართაგენმა ძლიერად და დაიღუპა სპენდიუსის ბერძენი, რეალურად იტალიელი, აგრეთვე ის გალი მეთაური, ის ნუმიდიელი რა თქმა უნდა გადავიდა კართაგენის ხარეს და ჰამილკარმა თავისი გოგონა შეერთო მას ცოლად და მოკლედ ეს დამარცხებულები გააკრეს ჯვარზე. ნუ ჯვარზე გაკვრა, არ იფიქრეთ, რომ ეს რომაული ტრადიცია იყო ძველ სამყაროში, ბევრი ქვეყანა, ბევრი ბრძანებლები იგივე ამ მეთოდს მიმართავდნენ ხოლმე ადამიანების მოსაკლავად და საწამებლად. კი არა და ერთ მომენტში ეს აჯანყებულები ერთი ქალაქიდან მეორე შემედიან, გზად გადააწყდებიან ჯვარზე გაკრულ ლომებს. ათეულობით ლომი არის გაკრული. საზარელი სცენაა ნამდვილად ეს ლომებია, რომლებმაც კბილი შეაჩვიეს ადამიანებს რაღაც კონკრეტულ სოფლებს და შემდეგ მოინადირეს და ასე დასაჯეს ადამიანებმა ისინი. და მათო გადარჩება. ყველა დაიხოცება გარშემო და აი მათო დგას რაღაც დახოცილი მეომრების გვამებზე და იგერიებს ამ კართაგენელებს, მაგრამ ბოლოს მაინც შეიპყრობენ და გაკოჭავენ და წაიყვანენ მას კართაგენში. ისწორებულად ვიცი, რომ მათო ჯვარზე აეკრეს და ასე მოკლეს, მაგრამ წიგნში გუსტავ ფლოვერმა მას სიკვდილი შეუცვალა. ასე რომ ვთქვათ, ტრიუმფში გაატარა მათო. ტრიუმფი რა იყო? მაგალითად, ძველ რომში ტრიუმფი რა იყო? თუკი რომელიმე კონსული, მხედართმთავარი, რომელიმე ახალ მიწას დაიპყრობდა, იქიდან ჩამოქონდა მას რაღაც ამ დიდრული ნადავლი, ოქროულობა, ძევლები, ბელადები ასე შემდეგ და შემდეგ რომში უბრუნდებოდა, აი ხალხი ქუჩები ხალხით ივსებოდა, ტროტუარები უხეშად რო ვთქვათ, ხალხი იდგა და შუა გზაზე ეს კონსული, ეს მხედართმთავარი თავის ნადავლით ერთად ჩავიდა ხოლმე და იქ ხალხი ტარს უკრავდა ასე შემდეგ რა. ეს იყო ტრიუმფში გავლა და შემდეგ იდგმებოდა ტრიუმფალური თაღები და ამ ტრიუმფალურ თაღებზე იყო გამოსახული ის მნიშვნელოვანი სცენები, რაც გადახდა ამ მხედართმთავარს და მის არმიას. და მათოც ასეთ ტრიუმფში უნდა გაატარა. ოღონდ ტარს მას არავინ დაუკრავს, აპირებენ რომ აი შუაზე გაგლეჭო რა. მან თვეებით ადრე შეიპარა კართაგენში ღამიჩუმად და მოიპარა ერთ-ერთი ღმერთის თავსაბურავი და მაშინ ეს თავსაბურავი რო ეფარა, ზუსტად იგივენაირ ტრიუმფში გაიარა. უბრალოდ მაშინ ხელი ვერავინ დააკარა, იმიტომ რომ ეშინოდათ შემთხვევით ამ თავსაბურავი არავის დაეზიანებინა და მათონ ჩაიარა მთელი კართაგენის ქუჩები და კართაგენიდან გაუშვეს ასე თავისუფლად, იმიტომ რომ ეს დამცავი რაღაც ფარი ეკეთა მოკლედ მას თავზე და ეხლა ეს დამცავი ფარი აღარ აქვს და მას ვეღარაფერი ვეღარ დაიცავს და ხელს კრავენ და მათო მიდის ამ კართაგენის ქუჩებში, გარშემო გავეშებული ბრბუარი, რაღაცები ქვებს ესვრიან, ვიღაცები ხაჭნიან, ცოცხლად აპირებენ დაგლეჭეს რა. ყველას უნდა რომ ყველა ადამიანს უნდა რომ ერთხელ მაინც მიეყენოს ფიზიკური დარტყმა. და საბოლოოდ მათო აღმოჩნდება ჰამილკარის მამულში, სადაც დახვდება მას სალამბო და სალამბოს ხელებში დალევს სულს. აი ესე არის რაღაც რომანტიკული დასასრული მოუფიქრა ფლობერმა ამ წიგს. და ასე აღესრულა მოკლედ ეს მათო, რომელიც როგორც ვახსენე ზემოთ რეალურად აწარმოეს და ჯვარზე გააკრეს. ნუ რა ვიცი,
დღეს შეგვიძლია ამით დავასრულოთ. თვითონ ავტორზე თქვათ, რომ ფლობერმა იმოგზაურა ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიაში და შემდგომ დაწერა ეს რომანი, საკმაოდ ბევრი რამის სწავლა და წაკითხვა მოუწია. ეს მე-19 საუკუნის რომანი არის და რა თქმა უნდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და რაღაც ბევრი ახალი აღმოჩენაც გაკეთდა და შეიძლება ბევრი რაღაც ბევრი რაღაც არაზუსტად არის დაწერილი. ზოგიერთი რაც ავტორის გამონაგონი იყო მე ესენი ვახსენი კიდევაც სპეციალურად შეცვალა რაღაც სცენები უფრო ლამაზი და რომანტიკული გამختارიყო, მაგრამ რა ვიცი, დღესაც კი ძალიან კარგად იკითხება. ეს არ არის რაღაც რომანტიკული რომანი, აქ საკმაოდ ბრუტალური სცენებიც არის, ხშირად შევხვდებით, მაგალითად კართაგენელები და აჯანყებულები რო იბრძვიან, ამ კართაგენელებს ყავთ სპილოები და აღწერილი არის როგორ ეგებიან ეს მეომრები სპილოების ეშვებზე და როგორ ყრიან ნაწლებს და ასე შემდეგ. ასე რომ თუ გინდათ ეს წიგნი წაიკითხოთ, ზოგადად ცოდნა უნდა გქონდეთ იმ დროინდელ რომისა და კართაგენის ისტორიაზე რა. და იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო გამოგადგებათ და წიგნის წაკითხვა უფრო განგიმარტივდებათ. მეკი და გამშვიდობებით, სრული სანამ გამოიწერეთ არხი, მოიწერეთ ვიდეო და შევხვდებით უახლოეს ხანებში, კარგად ბრძანებოდეთ.